გორის მუნიციპალურ ტრანსპორტში უბილეთო მგზავრობისთვის ჯარიმებს ტრანსპორტის სააგენტოს ნაცვლად მუნიციპალური ინსპექცია დაწერს. გადაწყვეტილება მიღებულია და საკითხს საკრებულო განიხილავს. მერიაში ცვლილებებს სხვადასხვა მიზეზებით ხსნიან. ცვლილებას გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მორიგ ხსნომაზე განიხილავენ და დამტკიცების შემთხვევაში ძალაში 1 ივნისიდან შევა. შემოვიდა საკითხი დადგენილებას ცვლილება საჯარიმო ქვითრის დაწერის შესახებ მგზავრისა, რომელსაც ასრულებდა ამ ყველაფერს ტრანსპორტის სააგენტო. ამ ეტაპზე ეს ფუნქციები ჩამოერთვა ტრანსპორტის სააგენტოს და გადაეცემა მუნიციპალური ინსპექციის სააგენტოს, რომელსაც ექნება ჯარიმის ქვითრის დაწერის უფლებამოსილება და მისი გაკონტროლებისა. აი ეს ცვლილება შედის და აქედან გამომდინარე ჩვენ დაემატა ეს საკითხი ამ ცვლილებას შეტანის შესახებ დადგენილების პროექტი. მუნიციპალურ ტრანსპორტებში უბილეთოთ მგზავრობის დაჯარიმებას აქამდე ახორციელებდა მუნიციპალური ტრანსპორტის სააგენტო. მას შემდეგ რაც ეს დადგენილება ძალაში შევა, ცვლილება რაც შეტანილი გვაქვს საკრებულოზე განსახილველად, უკვე განახორციელებს გორის მუნიციპალური ინსპექცია. მუნიციპალური ინსპექცია როგორც ისეთ ახორციელებს ძალიან ბევრ სამართალდარღვევებზე რეაგირება, შესაბამისად მიზანშეწონილად ჩაითვალა, რომ ამ სამართალდარღვევაზე ინსპექციამ განახორციელოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმების შედგენა.